არავის არ უშვებენ აბსოლუტურად. ერთი ვიღაცა იყო უშიშროებიდან მოსული, გადაიღო იმითი კამერებით და როეს რა არის მე დავიქეცი რომ უყურებდი და ხმადაბლა ილაპარაკეო ხმა არ გამაგონო მე ვთხარი თითქოს გული შევდგე მე ვთხარი ახლა და გავიქეცი ახლოს მიდოდა მესაც გამომაწვია პოლიცია. აუ როგორებით განან იცი შორენა იმეზოებში დგანან გაჩაჩხულები ავტომატებით ხელში სახეზე ნიღბები და გერმანელი ფაშისტები გამახსენდა. ეს რუს ოკუპანტებზე საუბრობთ, რუს სამხედროებზე. აბა ვინ მეტი ჩემმა პოლიციამ მომკიდა ხელი და ლუდა გამოდი არ მოხვიდე ახლოსო და გამომიყვანა. ვინ რას გაკეთებს პოლიციელი ვინ არა იქიდან არაფრის ბრძანება და ხელს მოკიდებდა გაუშვებს თუ რა? ხელისუფლებიდან მივიდა ვინ მოვიდა ვინმე ლუდა არავინ არ ყოფილა ჯერ. ის ვიღაცა უშიშროებიდან იყო ის ერთი ბიჭი ვიცანი უშიშროებიდან მაშინ რომ ჭუბი მომივიდა იმ დღეს 28 მაისს რო იყვნენ ჩამოსულები ხო გახსოვს საფრანგეთიდან და რო არ შეუშვა ეზოში ეს აი ის ბიჭი ვიცანი და ვიღაცა ყავდა ახალგაზრდა ბიჭი მოყვანილი და გადაიღეს დიდი კამერა ქონდა და ეს რუსები გადაიღეს ის ისინი მეუშვებს გადასაღებად ხო და მე რას ამბობ ისე გამომათრიეს მე ვთქარი ხელი გამიშვიმეთი პოლიციას ვთქარი ხელი გამიშვიმეთი ვეჭყობე რას გეუბნეოდნენ რატომ არ გიშვებთ რა და რატომ არ უშვებენ მოსახლეობას თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და იგივე მედიის წარმომადგენლებს არ ვიცი შეიძლება მთლიანად ოკუპაცია მოახდინეს ხურვალეთის ალბათ აი პანიკა ხომ არ არის მოსახლეობაში ან ხო არ გადის სოფლიდან მოსახლეობა არაფერი ახალგაზრდანის საწყლები ცოტა აკეთვის ხვის ეზოში და იქიდან უყურებენ შორენა არიან ჩუმად ხმას არიღებენ რა ქნან ამასთან რა უნდა ქნან აქეთ არიან უკვე რუსები ავტოკრატები უკან დარჩათ თვითონ ეზუები დარჩა თუ ნაკვეთი თუ რა დარჩა იმიტომ რომ როგორც ნაკვეთებში არიან შემოსულები ბაღებში არიან